ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო. აი ეს ხელი-ხელ ჩაკიდებული უნდა დავხვდეთ ყველა ყოველგვარ აგრესიას თუ რამე იქნება ჩვენს ქვეყანაში და უნდა დავანახოთ მთელ მსოფლიოს, რომ ქართული ხალხი თავის ქვეყნის დასაცავად აი ეს ხელი-ხელ ჩაკიდებული ვიდგებით ყოველთვის. ჩემთვის არის ერთიანობის და ძალიან კარგი შეგრძნებაა, რომ ესეთ დღეს ყველა ქართველი და არა ყველა საქართველოს მოქალაქე ერთად დგას, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვიყვარს საქართველო. ერთიანობას ვამტკიცებთ ამით, რომ იმედი გვაქვს, რომ საქართველო გაერთიანდება. ზოგიერთ გონია რომ ის იყო გამარჯვების დღე ოსებისთვის და სხვათათვის. მე მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მათთვის გამარჯვების დღე. ჩვენ დღეს აღვავლენთ ლოცვებს ისე ოსებისთვის, აღვავლენთ ლოცვებს აფხაზებისთვის და ყველასთვის, ვინც დაეცა ბრძოლის ველზე. დღეს არის გლოვის დღე, მაგრამ ამის არის იმედის დღეც. შეიძლება დადგეს ისეთი დრო, მოიდეს ისეთი დრო, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი იყოს და იქ არ იყვნენ აფხაზები და ოსები. ჩვენ არ დაუშვებთ იმას, რომ დარღვეული იყოს ტერიტორიალური მთლიანობა საქართველოსი. ჩვენ ამაში ერთსულოვნები ვართ. ჩვენი ბიჭები, ჩვენი გმირები და ის მოსახლეობა, რომელიც ამ ომში დაიღუპნენ, რა თქმა უნდა, მარადისობას შეერთნენ. ჩვენ უნდა ვილოცოთ მათი სულების ხონებისათვის, მათი სისხლი ტყუილ უბრალოდ არ დაღვრილა. ეს იმისთვის დაიღვარა, რომ ჩვენ ისინი გვახსოვდეს ის საქმე, რის გამოც შეიწირნენ. ძალიან ძნელია ანუგეშო ოჯახის წევრები, ხალხის, ვინც თავი შეწირა ქვეყნის მთლიანობას და თავისუფლებას და ვინც გახდა შარშან ოკუპანტების მსხვერპლი, მაგრამ თუ რაიმე მორალური შვება შეიძლება არსებობდეს ამ დროს, ალბათ მორალური შვება არის ის, რომ არ არსებობს უფრო კეთილშობილური სიკვდილი, ვიდრე ეს არის საკუთარი ქვეყნის თავისუფლების დაცვა. ბუნებრივია ძალიან მძიმეა და ტრაგიკული ის დანაკლისი ადამიანური სიცოცხლეების, ადამიანთა სიცოცხლეების, რომელსაც განიცდის არა მარტო მათი ოჯახები, არამედ განიცდის მთელი საქართველო. მე მინდა მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახის წევრს და ახლობელს და მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მიუხედავად უმძიმესი შედეგებისა, რომელიც ბოლომდე ბევრს კიდევ არ აქვს გაცნობიერებული, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, ქართველი ხალხი შეძლებს გონივრულად წარმართოს თავისი მომავალი
ცხოვრება, მომავალი პოლიტიკა და შეძლებს ქვეყანა გაერთიანოს. ახლა სულთნად უდეთ მამო დააბიტოვეს შვილები, ძმის შვილები. არავინ არ გეხმარება? არავინ სხვა დაშორს. რადგან საცხოვრებელი ბინა არ დაინგრათ და რადგან არ ცხოვრობენ კონფლიქტის ზონაში, არანაირი დახმარება არ მიგვიღია. ელემენტარული შეშაფრთხობი ისიც მითხრეს არისო მობძანდითო რომ მივედი მანქანით უკვე სხვა წაუღიათ. დამაგვიანდა თურმე და ასე უდეთ მამო დარჩენილი ორ გოგონას არაფერი დახმარება არ გაუწიეს. ვარ გულგახეთქილია მოედაზე რა იწვა ჩარშონებ დროს. იმომის კადრებს მხოლოდ კადრებს მაჩვენებენ ყოველ წუთს ტელევიზორში, რითიც გული მისხდება. ძალიან მეშინია. კიდე მეშინ. ყოველ შემთხვევაში რაც შეუძლიათ აკეთებენ ჩემო კარგო. და მე მაინც ისე არაფერი არ გაუკეთებიათ, რაც მეკუთვნოდა. რაც დაიწვა, ვეხვეწები მივდივარ, ვეხვეწები მოვძანდით, ნახეთ. მე არ მომწონს ჩვენი ხელისუფლების მოქმედებები. რატო? იმიტომ რომ კანცელერებს შეიტანა განცხადებას, პასუხს არ გაძლევს. ეს არის ფაშიზმი, სუფთა ფაშიზმი. ჩვენ რუსებს ვეუბნებით, რომ უსწორმასწოროდ იქცევიან. ხელისუფლების დახმარებაც არის, მშვიდობიანად ვცხოვრობთ, იმედიანად, ყველაფერი გვაკლდა ომის დროს, ეხლა ყველაფერი სრულყოფილია და ახლა სიტუაცია ისე მაინც როგორ ვთქვათ, დაძაბულები ვართ. ყველა მხრიდან ეკონომიურად შიშის ქვეშ ვართ. რა ვიცი კიდე რა ვთქვა, თითქმის იმდენად ისეთი არაფერი გამოსწორებულა, როგორც შეიძლება გამოსწორებულიყო. მე რაც განვიცადე, არავის არაფერი არ უნაზღაურებია. რატო რა ზარალი? რა ზარალი ვნახეთ და ტანკები რო დადიოდნენ, სახლის კედლები დაიბზარა და არავის არაფერი ყურადღება არ მოუქცევია. ეს გამოფენა ერთგვარი რეაქცია არის 2008 წლის აგვისტოზე განვითარებულ მოვლენებზე. ჭურვები და ბომბები დაწყებულ ტერიტორიაზე დღეს მხატვრის აქტივობა ჩაენაცვლა აგრესიას, ადამიანის თავისუფალინება და სამხედრო პოლიგონს კი თანამედროვე ხელოვნების თავისუფალი სივრცე, სადაც ყველა შეუძლია იყოს მასთან თანხმდრაში. გამოფენაში მონაწილეობას იღებს ქართულ მხატვრებთან ერთად უცხოელი მხატვრები. პოლიტიკური ხასიათის გამოფენა ხო და აი მე იმიტომ გამოვიტან რა ქვია ამას კონსტრუქციული идеოლოგია ესე ქვია. ერთი ვიდეო პროექტია მექნება და ეს გულისცემის ეს აქეთ არის ეს კორდეოგრამა გადაღებული. არის დიდი ბრეზენტი, სამხედრო ბრეზენტი გამოვიყენე ამ შემთხვევაში და გულისცემა გადატანილი.